სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვაც, არ ვიცი როგორ მოხდა, რომ ალბათ ახალგაზრდა სვავს ამას, ან ბავშვი არის, ან ახალგაზრდა, თითქმის რაღაცნაირად ეხმაურება პირველ კითხვას, რომელიც იყო აღწერასთან დაკავშირებით, და ეს კითხვა ძალიან საინტერესოა. ჩვენთანაც მე მახსოვს ადრე წარმოიშვა და ბევრ ადამიანს მოსდის ეს კითხვა, იმიტომ ძალიან ლოგიკური დასმული კითხვა არის. თუ ყველაფერი ღვთისნებით ხდება, აი ეს ზოგადად რო ვთქვათ, ხო? ყველაფერი ღვთისნებაა. ყველაფერი ღმერთის ნებაა, ეს ცნობილი ფრაზაა. მაშინ რატომ ამბობენ, როცა შენ იქცევი რაღაცნაირად, ხო, ან ადამიანი იქცევა, რომ ამბობენ, რომ ეს ღმერთის ნება არ არის. ხედავთ, ძალიან საინტერესო კითხვა არის, ხო? ერთია ღმერთი როგორ აკეთებს ამას და მეორე ჩვენ როცა ვაკეთებთ ამას, შეიძლება იგივე გავაკეთოთ და მე ვთქვათ, ხო, რომ ეს ღმერთის ნებაში არ არის. ძალიან საინტერესო კითხვა არის. კითხვის ავტორი მე მქვია Angel Taylor-ი და მაქვს კითხვა. თუ ყველაფერი ღვთისნებით ხდება, მაშინ რატომ ამბობენ ხოლმე ადამიანები ზოგჯერ, როცა რაღაცა სწორად არ აკეთებ? ეს ღვთისნებაში არ შედის. ეს შენი ცხოვრების არ უნდა გააკეთო. თუ ყველაფერი ღვთისნებაშია, მაშინ რატომ ამბობენ ამას? და ჯონ მაკარტური ძალიან კარგი კითხვა Angel და სხვათა შორის თქვენი სახელი ძალიან შესანიშნავია Angel. Angel იგივე ანგელოზია ქართულად. Angela ხო? Angela Merkel მაგალითად და ესე. გმადლობთ უხდის მადლობას Angel-ი და ჯონ მაკარტური პასუხობს. კითხვაზე პასუხი ის არის, რომ თქვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისნება იმ გაგებით, რასაც ის უშვებს და ღვთისნება იმ გაგებით, რაც მას სურს და ღვთისნება იმ გაგებით, რაც მას უყვარს და რაც მის სუფთა წმინდანების ანარეკლია, განსხვავდება ერთმანეთისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოდით განვიხილოთ ეს სამი. არსებობს ისეთი დიდი კატეგორია, რომელიც ღვთისნებაა, მხოლოდ იმ გაგებით, რომ ის უშვებს მათ. დაშვების თვალსაზრისით. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ერთ შემთხვევაზე, სადაც ღმერთი საკუთარი მიზნებისათვის სატანას ნებას რთავს, რომ დავითი ისრაელის დათვლა აღწერა შეძლოს. ასევე ღმერთი რთავს სატანას ნებას, რომ აცდუნოს ევას ამოთხეში. ასევე გახსოვთ, ღმერთი ნებას რთავს სატანას, როცა მიდის უდაბნოში 40 დღის შემდეგ და აცდუნებს ქრისტეს. ასევე ღმერთი ნებას რთავს სატანას, რომ ჩვენი ცდუნება განხორციელდეს. ყველა ნებისმიერი ჩვენკანის. და არსებობს უბედურებები, რომლებიც ცოდვისა და დაცემის შედეგია. და არსებობს მარადიული ჯოჯოხეთიც კი. ზოგადად ღმერთს სურს, რომ ეს ყველაფერი მოხდეს, მაგრამ მხოლოდ მათი დაშვების მიზნით, დაშვების გაგებით. ის კაცობრიობას აძლევს გარკვეულ თავისუფლებას, გარკვეულ სივრცეს, გარკვეულ ნებას, რომ იმოქმედოს თავისი ამ ცოდვა-დაცემის ფარგლებში და სურს, რომ ცოდვილებს ჰქონდეთ თავისუფლება და გამოხატონ თავიანთი ცოდვა და ასევე სურს, რომ საბოლოოდ ისინი დასჯილი იქნეს და განისაჯნონ. ეს არის მისი რაღაც გარკვეულად ფართო ნება. მეორე, არსებობს უფრო ვიწრო გაგებით, როდესაც ღმერთი ნებას რთავს გარკვეულ რამეებს, რაც არ ასახავს მის მართალ ბუნებას, მაგრამ ისინი აღწევენ მის მართალ მიზანს. და ჩვენ ახლახან ერთ-ერთი ილუსტრაცია ჰქონდა, როცა ღმერთი რთავს კონკრეტულად სატანას ნებას, წააქეზოს დავითი და ისრაელში აღწერა ჩატარდეს. რაც მერე იწვევს განკითხვის აუცილებლობას. და რაც ღმერთს უკვე თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი. ამგვარად არსებობს ვიწრო გაგებით ისეთი რამ, რაც მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ცოდვილია, ბროტებაა, არ გამოხატავს ღმერთის სამართლიანებას, ის მაინც ამას საკუთარი მიზნებისათვის იყენებს. მაგალითად, ღმერთი უშვებს მორწმუნეების დევნას. და თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვათ. ღვთისნებაა, რომ ეკლესია დევნილი იყოს? ღვთისნებაა, რომ ქრისტიანები მოწამეებრივად დაიხოცნონ? ღვთისნებაა, რომ მოციქულები მოკლან? ან პავლეს თავი მოკვეთონ? ან ღვთისნება იყო, რომ პეტრე თავდაყირად ჯვარს აცვეს? ღვთისნებაა, რომ მისიონარები ქვაბში ჩაყარეს და კანიბალებმა მოხარშეს და შეჭამეს?
ღვთისნებაა, რომ ისინი ხოცვა ჟილეტოვაში მოყვნენ და ასე შემდეგ. ხედავთ, გარკვეული გაგებით დიახ, მაგრამ არა ზოგადი გაგებით. და ღმერთი იტანს გარკვეულ ბოროტებას და არსებობს კიდევ აზრი, რომ ღმერთი უშვებს გარკვეულ ცოდვალ რამეებს, რომ დაემართოს მის ხალხს. რადგან ისინი ამ დროს უფრო დაადასტურებენ თავიანთ რწმენას, გააძლიერებენ ეკლესიას და აძლევენ მორწმუნეს საშუალებას უფრო ძლიერი და ეფექტური იყოს ევანგელიზაციისთვის. და მის შესანიშნავი ილუსტრაცია არის, რა თქმა უნდა, პეტრეს მაგალითი, ლუკას სახარებაში 22 თავი, როდესაც იესო ეუნება პეტრეს, რომ სატანა მოისურვა, რომ ხორბალივით გაეცხრილა ისინი. და თუ თქვენ პეტრე იქნებოდით, აუცილებლად ეტყოდით, ხო? კარგი რა, უფალო უთხარი რა სატანას რომ გაჩერდეს და არ გააკეთოს ეს. აუგრძალე ამის გაკეთება. და უფალი ამბობს, რომ მან მიცა უფლება, მაგრამ ასევე ილოცა და როცა ის მობრუნდება, რომ გაეძლიერებინა თავისი ძმები. სხვა სიტყვებით, რომ ეს, რაცაც მენებას ვთავ, გავლენას მოახდენს თქვენ ცხოვრებაზე და უფრო გაძლიერდებით, როცა გადაიტანთ ამ გაჭირვებას და ამ ტანჯვას, ამ განდგომილებას, ამ უარყოფის შედეგად. და გახსოვთ პეტრემ რამდენჯერ უარყო იესო 3 ჯერ, ხომ? მე უშვებ ამას, პეტრე, რომ სატანამ ეს გაგიკეთოთ, რადგან ვიცი, რომ საბოლოო შედეგი ეს დიდი ძალის გამოვლინება იქნება და შენ უფრო ძლიერად გამაგრდები. იგივე შეიძლება ითქვას პავლეს შესახებ მეორე კორინთელთა წერილში, რომელსაც აღწერს ის მე-12 თავში, სადაც პავლეს სხეულში ეკალი აქვს სატანის მაცნე, სატანის ანგელოზი, დემონი. და ეს დემონი იყო კორინთელთა ეკლესია ნადგურდებოდა. ეს დემონი ანადგურებდა კორინთელთა ეკლესიას და შიგნით იყო შუღლი და ძალიან დიდი გაუტანლობა, რომელზეც პავლე ძალიან განიცდიდა. ზოგი ამბობს ახლა ეს ჩემი პერასფრაზე, რომ ზოგი ამბობს, რომ ეს სხეულში იყო თვალის პრობლემა ქონდა, ან სხეულში ავადმყოფობა ქონდა და ჯონ მაკარტურის პოზიცია არის, რომ მას ქონდა ეს პრობლემა ცრუ მასწავლებლები, რომლებიც უტევდნენ კორინთელთა ეკლესიას და მოუწოდებდნენ ხალხს, რომ შიგნით არეულობა ყოფილიყო. ამაზე ამახვილებს ჯონ მაკარტური ყურადღებას. და პავლე ამბობს, აგზელებს ჯონ მაკარტური, რომ ეს ძალიან შემაშფოთებელია და 3 ჯერ შევევედრე უფალს, რომ ჩამოაშოროს ეს დემონი და შეაჩეროს კორინთელთა ეკლესიაში მიმდინარე კატასტროფა. და უფალი ამას არასოდეს არ აკეთებს, რადგან უფალი ამბობს, რომ თქვენ სისუსტეში, პავლე, შენ სისუსტეში, შენს თამდაბლობაში შენ იქნები ძლიერი. რათა არ გამედიდურდე. ასე რომ არსებობს კატეგორია, სადაც ღმერთი უშვებს ცოდვილ ბოროტ საქმეს მისი ხალხის მიმართ. იმიტომ რომ ისინი გახდნენ უფრო ძლიერი, მათი რწმენა გაღრმავდეს და ამით ხდება მათი სულიერი შესაძლებლობის უფრო მეტად გამოვლინება. და არის მესამე, არსებობს ღვთისნება, რომელიც მისი წმინდა ხასიათის სრულყოფილი და ზუსტი ანარეკლია, რომელიც ყოველთვის მართალი, წმინდა და კეთილია. ამიტომ ძალიან ზოგადად იმის თქმა, რომ ყველაფერი ღვთისნებაა, თუ თქვენ ამას გულისხმობთ, ყველაფერი მისი წმინდა ბუნების პირდაპირ გამოხატულებაა. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს ესე არ იყოს, იმიტომ რომ არსებობს მრავალი რამ ფართო გაგებით, რასაც ის უშვებს ცოდვილისათვის. ცოდვის დაშვებას, რათა საბოლოოდ მისი მიზნები მიღწეული იქნას. არსებობს რამდენიმე რამ, რასაც ის უშვებს მორწმუნის ცხოვრებაში, რაც თავისთავად ცოდვაა, მაგრამ მის სამართლიან მიზნებს ემსახურება და საბოლოო მიზანი კარგი და კეთილია. ასევე არსებობს მისინების კონკრეტული გამოხატულება, რაც სინამდვილეში თავად ჭეშმარიტება და სიმართლეა და როდესაც ბიბლია საუბრობს ღვთისნების გულიდან მორწმუნეების შესრულებაზე, ეს ნიშნავს, რომ მას სურს, რომ თქვენ მოიქცეთ ისე, როგორც ეს შეესაბამება მის სამართლიან ბუნებას. ანუ მას სურს, რომ თქვენ აკეთოთ ის, რაც წმინდა და მართალია და თქვენ არანაირად არ მიბაძოთ ამაში ღმერთს.
აი ეს არის უფრო დიდი განსხვავება. მეგონი გასაგებად აგიხსენით ენჯელ, ხომ? დიახ, მადლობა ჯონ პასუხისათვის. კარგი კითხვა ენჯელ, მადლობა თქვენ.